ხმაური წალენჯიხის სატრებულოს ხდომაზე დაუბრუნებლობა დამრეობის საკუთრებაში არსებული ფართის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის უზურპრუქტის წესით გადაცემას მოყვა. Პარტია თამდე ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ოფისს ეტავა სატრებულოს ნაციონალმა წევრებმა ეს ფარტი ზეწოლად მიიჩნიეს, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ პარტიასთან ხელშეკრულება არ დარღვეულა და სამინისტროსთვის ფართის გადაცემა კანონიერად მოხდა. სხდომას წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან თარდავაც ესწრებოდა. მე მოუწოდებ ადგილობრივ ხელისუფლებას განუხრელად დაიცვან საქართველოს მთავრობის დეკლარირებული კურსი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის დაუშვებლობის შესახებ. გადაწყვეტილება კანონიერი იყო, რაც საკრებულო მიიღო, არ არის აქ საუბარი არამედ პოლიტიკურ დევნაზე. ეს ფართი, სადაც ახლა განთავსებულია ნაციონალური მოძრაობის ოფისი, თავის დროზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ შეიქმნა ახალი სამსახური საკონსულტაციო ცენტრი, იქ განთავსებულია სოფლის მეურნეობის სხვა სამსახურები. აქედან მიზანშეწონილად მივაჩნიეთ, რომ მათი კოორდინირებული მუშაობისთვის ეს საკონსულტაციო ცენტრის განთავსებულიყო ამ შენობაში. არანაირ ზეწოლას არ აქვს ადგილი, ჩვენ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გვაქვს უფლება, როცა მუნიციპალიტეტი მოითხოვს ამას, სხვაგარად განკარგი წესი არსებობს ამისი და ჩვენ ამას სხვაგარად განკარგვავთ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადავხსენთ უზურპრუქტი და კანონის დადგენილ ვადაში 10 დღით ადრე ვაცნობებთ შესაბამის მოიჯარეს.